ერთი პატარა მიწისძვრა და ჩვენ აღარ ვიქნებით რა. ზუსტად არავინ იცის სახლის თავზე ჩამონგრევის შიშში რამდენი თბილისელი ცხოვრობს. დღემდე არ არსებობს ავარიული სახლების ბაზა. თბილისის მერიის ინფორმაციით მათი რაოდენობა 10,000 აჭარბებს. არავინ იცის გაუძლებს თუ არა მიწისძვრას ამგვარი სახლები. მსგავსი კვლევა არავის ჩაუტარებია. ნინო ფიფია უკვე 10 წელზე მეტია გოგოლის 20 ნომერში ავარიულ ბინაში ცხოვრობს. თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიწისძვრის ყველაზე მეტად ეშინია, მაგრამ წასასვლელი სხვაგან არ სადაქვს. საცხოვრებელი კორპუსი ავარიულია. ნაგებობას ნელ-ნელა საძირკველი ეცლება და მიწაში ჩადის. როგორ ვიგრძნო უსაფრთხოდ, როდესაც ნელ-ნელა ჩავდივართ მიწაში. სავალალო მდგომარეობა არის. მე იატაკი ჩამივიდა, ჩავარდნილი მაქვს, ბალკები მაქვს ამოყუდებული. მეზობას ჭერი ჩამოვარდა, მე ჭერი ჩამომივარდა, ნახევარი ჭერი ჩამოვარდნილი მაქვს სახლში. კანალიზაცია გაგვიკეთეს, ასფალტი დაგვიგეს, მაგრამ როგორც ასეთი, ამას ცოცხალი თავით არ უყურებენ. ახლა მიწისძვრის გოგოლის ქუჩის თითქმის ყველა მოსახლეს ეშინია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გოგოლის ქუჩის იტალიური ეზოები უკვე თითქმის 2 საუკუნეს ითვლის. აქ ყველა საცხოვრებელ სახლს ბზარები და ნაპრალები აქვს. ზოგი ნაწილობრივ დაინგრა. მოსახლეობა გამგეობასაც ხშირად აწუხებს და მერიასაც. როგორც წესი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პერიოდულად ადგილზეც მიდიან, მაგრამ ავარიულ შენობებში მცხოვრებ ხალხს პრობლემას ათეული წლებია ვერ უგვარებენ. ამიტომ ადგილობრივების ნაწილმა სახლი კუსტარულად ხელოვნური რკინის კონსტრუქციით თვითნებურად გაამაგრა და ჩამონგრევისგან ასე გადაარჩინა. როგორ არ გვეშინია ბავშვები ყავს შვილო. პატარები როდის რა იქნება არ ვიცი. რა ვქნათ საწავიდეთ. ვის მივაკითხოთ საჭირო ვისაც იყო უთხრეს და არავინ ყურად არ მიიღო და აბა მეტი რა გზა გვაქვს. ეს თვითონ ჩემმა შვილმა იწვალა მოიყვანა მუშები და ბოძგენტები აქ შეყენებული ქვეში და რო არ ჩაიქცეს აი ეს ბალკონი. ზევიდან კიდე ალბათ წაგვიღებენ. ეს კი გოგი დოლიძის ქუჩაა, ასევე ჩუღურეთში. სიცოცხლისთვის საშიში პატარა იტალიური ეზოს ამბინაში ფიქრია მეუღლესთან, 2 მცირეწლოვან შვილსა და მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ეზოში თამაში უსაფრთხო უკვე დიდი ხანია აღარ არის, კედლებიდან აგურებით სვივა. სახლი კი შიგნიდანაც დაბზარულია და გარედანაც. იქ ცხოვრების ოჯახს მიწისძვრის გარეშეც ყოველ დღე ეშინია. როგორ არ გვეშინია, კი, ძალიან გვეშინია. აბანოშიც რო შემოვდივართ გვეშინია თავისთავად. სახლში მყავს 2 არასრულწლოვანი, 4 წლის და 11 წლის ბავშვი და მყავს კიდე 85 წლის ბებია მოხუცი. გამგეობაში დაწერილი გვაქვს განცხადება და მიმდინარეობს განხილვითი სამუშაოები. ჩუღურეთის ამ ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი კი მერიისგან დახმარებას იმდენ ხანს ელოდა, სანამ აქ მათი ცხოვრება შეუძლებელი არ გახდა და ახალი საცხოვრებელი საკუთარი სახსრებით მოიწია. ავარიული სახლები თბილისის ერთადერთი პრობლემა არ არის. სეისმურად სარისკოა თვითნებურად გადაკეთებული შენობებიც. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად მდგრადია ახალი მრავალსართულიანი კორპუსებიც, რომლებიც დედაქალაქში მუდმივად და ქაოტურად ჩნდება. თვითონ მიწისძვრა ადამიანს არ კლავს, ადამიანს კლავს ცუდი ნაგებობა. 60-იან წლებამდე არ არსებობდა სეისმომედეგი მშენებლობის ცნება, ამიტომ აი ძველ თბილისში აშენებული ნაგებობები საერთოდ არ ცნობს სეისმურ გამოწვევებს. მეორე ამ მოძველებული რეგულაციების აღსრულებაც კი პრობლემაა, გამომდინარე იქედან, რომ არც მშენებელი და არც ადგილობრივი თვითმმართველობები არ არიან მონდომებულები, როგორც ჩანს, რომ იყოს მშენებლობები ხარისხიანი. ალბათ საბოლოო ჯამში მომხმარებელს დაკვეთაც არის ეს, რომ ასურჩევნია იაფი პროდუქტი მიიღოს, ვიდრე ხარისხიანი. მოძველებულ რეკომენდაციებში, რომელზეც ლაშა სუხიშვილი საუბრობს, შედის სეისმური საფრთხის რუკაც. ბოლოს ასეთი რუკა 2009 წელს შეადგინეს. მშენებლები ახლაც ამ რუკით სარგებლობენ. არადა სპეციალისტები ამბობენ, რომ რუკა მოძველებულია. მისი განახლება განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 5 წელში ხდება. ჩვენთვის ეგ დოკუმენტი მშენებლებისთვის არის სამოქმედო დოკუმენტი. ანუ სანამ ახალი არ იქნება, ჩვენ არ აგვაქვს უფლება ჩვენი ინიციატივით რაღაცა შესწორებები შევიტანოთ, ხო? როგორც სეისმოლოგები ამბობენ და მე მათ ვენდობი, ის რუკა არის მოძველებული. მსგავს რუკებს ჭირდება დაახლოებით 5 წელიწადში ერთხელ გადახედვა და შეცვლა. დღეს ჩვენი მშენებლების სამოქმედო რუკა არის 2009 წლის არავის არ აქვს ინფორმაცია თბილისის ნაგებობების რა ნაწილი გაუძლებს მიწისძვრას. არ არსებობს არანაირი გარანტია განსაკუთრებით ქალაქის ძველ უბნებში, რადგან აქ შენობების უმეტესობა აშენებული ჯერ კიდევ იმ დროსაა, როცა სეისმური რეგულაციები საერთოდ არ არსებობდა. ავარიული სახლები კი თანდათან სტიქიის გარეშეც ინგრევა.